მეგობარი გიყვარს შენ, რომელი? რომელი და? ო, რომელი? რომელი? რა ქვია შენს მეგობარს, ძალიან რო გიყვარს? რომეიდა? რომელი? ეს რომელი? ვიზე გიშტები. ვიზე. ჩემთან ეხა ვერ მოხვალ, დედიკო, მე საჭესთან ვზივარ. ჩემთან გინდა? კი, აი ხა სახლში რომ მივალთ, ეგრევე მოხვალ ჩემთან, ჩაგეხუტები და ესე ავალთ სახლში და ძალიან ბევრს ვითამაშებთ. სახლში ვინ გელოდება შენ? ირა თუ? ირა გელოდება? ვინ დატოვე სახლში? ხო და მას გეუბნებოდით, რომ ყიდი ბინას და რომ დავდერ, ნუ რა თქმა უნდა, ესეც სრულიად ყველამ წაიღო და გადააზიარა, რომ რატო ყიდის ნანუკას სახლს და სად გარბის და სად ისა, მაგრამ რო გახსნე ხა იდეაში, ხო არის ის ინფორმაცია, რაც მართლა დავდერო ყიდი ბინას და იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვეტევით და ასე შემდეგ და ნუ მოკლედ მართლა იმდენი ნახვა და ძალიან დიდი ხანია ბინოს ყიდი, ოღონდ ესე აქტიურად არ ვყიდდი როგორც ახლა და როგორც კი ხა ამ პერიოდში დავდი ამ ბინის ინფორმაცია და ამათაც გადააზიარეს. დღე ერთია და რა ვიცი, 50 კაცი რეკავს, რომ ბინის ნახვა უნდათ და ბინის ყიდვა უნდათ და ამიტომ მაინახეთ. ამ ნერვების მომშლელ უაზრობაში ესეთი კარგი რაღაცაც არსებობს. კარგი დღე გქონდეთ, მიყვარხართ. ესე ყველაფერს აქვს მართლა დადებითი მხარე ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი ამოიჩემება ხოლმე ეს პორტალები ვიღაცა ერთს და არ გასუნთქებენ, ანუ შენ პირად გვერდზე ასე აჩეჩილი სტორიში შენი ფოლოვერებისთვის რისი გაზიარებაც მოგინდება, ყველაფერი აუცილებლად უნდა წაიღონ და დადონ, ვითომ ეხა ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა. ასე მაგალითად კახამ რაღაცა ისა გავაჩერეთ და ყვავილები მომიგლიჯა და მომიტანა თუ იკუბახში არ წავიდა თუ თმა ვერ დავივარცხნე თუ ყველაფერს მოკლედ ეს ნიუსად და დიდი ფოტოებით და ამბებით გამოაქვთ და ნუ არ არის ხალხი კარგად ამის თქმა მინდა, მაგრამ ამასაც აქვს თავის დადებითი მხარე, რომ ესეთ ამოჩემებულ პერიოდში კარგია რომ დადოთ ინფორმაციები, რომელიც გინდათ რომ გავრცელდეთ. მაგალითად, ყიდი ბინას. ნუ რა თქმა უნდა, ესეც აიღეს.